მოგესალმებით, ეს საჭირო პოდკასტია. მე ვარ ნატალი კვიტაიშვილი, მე ანა მარია ჩორგოლაშვილი და ვარ ართოლიდან. ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე, როგორიც არის ნახატები, მხატვრობა, ფერები, ის წარმოსახვა, რომელსაც მხატვრები გვიქმნიან. ფერები არის ყველგან, ბუნებაში, ფილმებში, მულტფილმებში, თეატრში, ჩვენ სტანსაცმელში, მაგრამ ოდესღაც გიფიქრიათ, როგორ ახდენს თითოეული ფერი გავლენას ჩვენს განწყობაზე. ან როდესაც მზიანი ამინდის დახატვა გვსურს, რატომ ვირჩევთ მაინც და მაინც ყვითელ ფერს, ხოლო ლურჯი ფერი თითქოს და უფრო გვამშვიდებს. ახლა ანა მარიასთან გადავალ კითხვით, გიყვარს თუ არა ხატვა და ამ პროცესში რა გრძნობებს განიცდი? ბავშვობაშიც მიყვარდა პატარაობაში და ახლაც მიყვარს. ასე რომ ვთქვათ, ვქმნიდი იმ სამყაროს, რომელშიც იმ გმირებს ვაცხოვრებდი, რომელსაც ასევე მე ვხატავდი. და ასე რომ ვთქვათ, სიამოვნებას მანიჭებს ხატვა. და შენ თუ ხატავ ხოლმე თავისუფალ დროს? კი, თავისუფალ დროს ვხატავ. რამდენიმე წლის წინ მე დავდიოდი ხატვაზე და სიმართლე რომ ვთქვა, როდესაც ადამიანი ხატავს იმას, რაც თვითონ სურს, ასე მგონია მინიმალური დოზით მაინც თავის გრძნობებს აი ამ ნახატში გამოხატავს. დრო არ გაგვიგრძელდეს ჩვენი საუბარი, დროა წარვადგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი. კი ბატონო, დღეს ჩვენთან სტუმრად არის მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი და ამ თემაზე საუბარს მასთან ერთად განვაგრძობთ, რომელიც არის ფერების ჯადოსნური სამყარო. მოგესალმებით, გვიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ. მეც მიხარია რომ თქვენი სტუმარი. ნინო ჩიტაიშვილი და მისი გზა ხელოვნებაში. ნინო, პირველ რიგში გვიანბეთ თქვენს ბავშვობაზე. გიყვარდათ ხატვა? მიყვარდა. ერთადერთი რაც მან შეერებდა იყო ხატვა. და აი გახსოვთ თქვენი პირველი ნახატი, ან ის მომენტი, როცა მიხვდით რომ ხატვა ყველაზე მეტად სიამოვნებას განიჭებთ? პირველი ნახატი მახსოვს. და მახსოვს ხვდები რა ასაკის ვიყავი, იმიტომ რომ პლინტუსთან იყო დახატული და პლინტუსი მოგეხსენებათ ძალიან დაბლა იატაკთან არის და მეთქობა ძალიან პატარა ვიყავი. და როდის გადაწყვიტეთ რომ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა მხატვრობა, რა ასაკში ხომ არ გახსოვთ? იცით რა, მე სულ ხატავდი, მაგრამ რაღაცნაირად ესე რომ აი მინდა გამოვიდე, ამაზე ლაპარაკი სახლში არ ყოფილა მან და მაინც და უბრალოდ სკოლა რომ დავამთავრე, მე სხვა არჩევანი არც მქონია ჩემი თავისთვის, გადაწყვეტილი მქონდა რომ უნდა ხატვრობა გამეგრძელებინა, ასე ვთქვათ. ხატავდით ბავშვობიდან და ნელ-ნელა მიხვდით რომ ეს უბრალოდ გატაცება არ იყო და აი ეს თქვენი განვითარების გზა რომ მოგვიყვეთ. იცით რა, ნელ-ნელა არ მივხვდი, ამაზე არ მიფიქრია, სიმართლე რო გითხრათ, როგორც ყველა ბავშვი, ჩვეულებრივად ცხოვრობდი, თან პლუს ხატავდი. ზოგი თან ცეკვაზე დადის, ხო ესეა, ზოგი თან მუსიკაზე და მე თან ხატავდი. და შემდეგ, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, როდესაც ჩემმა მშობლებმა რაღაცა სხვა გზა დაინახეს ჩემი მომავალი, სხვა მიმართულებით, მან უკვე მივხვდი, რომ არა, ეს არ არის ჩემი ნება არ არის ეს და დავიცავი ბოლომდე ჩემი სურვილი და ჩავაბარე აკადემიაში. გასაგებია და ახლა ასეთ კითხვას დაგისვამთ, მოზარდობის პერიოდი ხშირ შემთხვევაში არის დაძაბული და რთული და აი თქვენი მოზარდობის პერიოდში გშველდათ თუ არა ხატვა, მაგალითად ემოციების გამოხატვაში? მოზარდობის პერიოდი რომ რთულია, ეს მე გავიგე ამის შესახებ, როდესაც მოზარდი აღარ ვიყავი. და სიმართლე რო გითხრათ, ახლა ვფიქრობ ხოლმე, რომ ნეტა მე ვიყავი რთული მოზარდი, იმიტომ რომ მე არ მირთულდა, ჩემთვის იყო ადვილი, არ მქონია იცით პრობლემა არ მშობლებთან და მანდამეც არც არავისთან და შეიძლება ვიყავი რთული და მე თვითონ ვერ ხვდებოდი, არ ვიცი, ვერ გეტყვით ამას. ან შეიძლება არ ვიყავი. როგორ ფიქრობთ, რატომ გიყვარს ჩვენ ადამიანებს ფერები? ფერების გარეშე იქნებოდა ძალიან ღარიბი ყველაფერი, ხომ ესეა. და ყველა განწყობას გვიქმნის ფერები, მრავალფეროვნება, მონოქრომული, აი, როგორ გითხრათ, მუდმივად ნაცრისფერი კედლის ყურება, ხო მოსაბეზრებელია. მუდმივად ღრუბლიანი ამინდი, ხო მოსაბეზრებელია. რატო გიყვარს მზე და კარგი ამინდი, რაღაც ფერებია გარშემო, ხო ესეა. ესე იგი გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე ფერები. რა თქმა უნდა ახდენს. მე ხომ ცნობილია ეს, რომ ყველა ფერს აქვს თავისი ენერგეტიკული ველი. ზოგს უფრო სუსტი, ზოგს უფრო ძლიერი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არის გავლენა, დიახ. აი თქვენ ახლა ცოტა ხნის წინ საუბრობდით ფერებზე, ხო ესეა? ლურჯი ფერი დამამშვიდებელი ზოგისთვის მწვანეა დამამშვიდებელი, ესეც ინდივიდუალურია ყველაფერი. ნებისმიერ შემთხვევაში ხა წითელი ძალიან აქტიური ფერია და რაღაცა განწყობას ამაღლებს.
აი ჩვენთვის ცნობილია რომ თქვენი საყვარელი ფერი არის ლურჯი და ამასთან დაკავშირებით რომ მოგვიყვეთ რატომ მაინც და მაინც ეს ფერი აი რა განწყობაზე გაგყენებთ არ ვიცი ვერ გეტყვით მიყვარს უბრალოდ ეს ფერი მაგრამ აი რა უცნაურია ხა მიყვარს რაღაცა დოზით აი სიმართლე რომ გითხრა სახლში ლურჯი კედლები არ მინდა რომ მქონდეს მაგრამ ლურჯი ფერი ძალიან მიყვარს და თქვენთვის რომელი ის ფერი რომელიც გამშვიდებთ ან პირიქით ენერგიას გმატებთ საერთოდ აი პასტელური ფერები ძალიან მიყვარს და ძალიან მამშვიდებს რაღაცა სასიამოვნო განწყობას ქმნის მე მგონი ზოგადად ყველასთვის და მიყვარს რა ვიცი კარგი წითელი მიყვარს ლამაზი წითელი მიყვარს აი პირადად მე როდესაც ბავშვობაში უფრო პატარობაში ვხატავდი ძირითადად ფირუზის ფერს ვიყენებდი რადგან ძალიან მომწონდა ეს ფერი რაღაც მამშვიდებდა და ღია ვარდისფერი კიდე მეგონა რომ ძალიან ასე ვთქვათ გოგოშკური ფერი იყო და სულ ამ ფერის ტანისამოს ვიცომდი მე ცისფერი თან კიდევ იმიტომ მიყვარს რომ მამშვიდებს შინაგანად და ძალიან მიყვარს ცა ზოგადად რომ ვუყურებ ცას მშვიდდები შინაგანად და ერთ-ერთი ეს არის რა მიზეზი თუ რატომ მიყვარს ეს ფერი აი თქვენ რას ვფიქრობთ ბავშვებისთვის რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი ხატვა მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ყველა მომავალში მხატვარი არ გამოვიდეს როგორ ეხმარება მათ საერთოდ ხელოვნება აუცილებელია ბავშვობიდანვე არა მარტო ხატვა მუსიკა ხატვა გამოფენებზე ბავშვების სტარება სპექტაკლებზე და ასე შემდეგ და როგორ ფიქრობთ საკუთარი ემოციების გამოხატვაშიც ეხმარებათ რა თქმა უნდა ეხმარებათ ჯერ ბავშვი ხატავს იმას რაც არის აი ნახეთ ყველა ბავშვი ხატავს ოჯახს ხო ესია დედა მამა და თვითონ თითქმის ყველა ბავშვი ამას ხატავს თავის თავს და როგორ აღიქვავს თავის გარშემო გარემოს და ეს ყველაფერი რა საკიდან ხდება, ანუ რა საკიდან ხატავენ, თქვათ იმას, რასაც გრძნობენ ბავშვები. სულ პატარაობიდან ხატავენ, როგორც კი დაიჭერენ ხელში ფანქარს 3 წლიდან ალბათ უკვე რაღაცას და ხატავენ, ხო? თავიანთ გრძნობებს თითქოს მაინც გამოხატავენ. რა თქმა უნდა, ხო, მზეს ხატავენ ძალიან ხშირად. დიახ, აი პირადად მეც ოჯახს ხატავდი და არა მარტო მხოლოდ ოჯახის წევრებს, ვისაც ვიცნობდი, ყველას ხატავდი და პატარა სახლს ხატავდი, სადაც ყველას ვხატავდი. ცხოველებსაც მაგალითად, კი. თქვენც ამას ხატავდით ბავშვობაში? ალბათ მეც მაგას ხატავდი, კი. რაღაც ერთი ნახატი მახსოვს, იყვნენ დედები და შვილები. და დედებს ჰქონდათ ესეთი თმები და დედაჩემს ჰქონდა მაშინ ესე, მოდაში იყო რაღაც აპრეხილები და ეთყობა ეს დავხატე ალბათ. დიახ, თქვენ ხართ თეატრის მხატვარი. რას აკეთებს თეატრის მხატვარი? რა პროცესია ეს? რას ნიშნავს იყო თეატრის მხატვარი? თეატრის მხატვარი რას ნიშნავს და აი რომ მოდიხარ თეატრში, რაც გაიხსნება ფარდად, რასაც ხედავს სცენაზე, ამას ყველაფერს იგონებს თეატრის მხატვარი, დეკორაციებს, კოსტიუმებს, გრიმს. განწყობას ქმნის თეატრის მხატვარი. და ის პროცესი რომ მოგვიყვეთ, როგორ იქნება დეკორაციები და კოსტიუმები, ვთქვათ. აი მაგალითად რეჟისორი ამოარჩევს მხატვარს, რომ მე ამ მხატვართან მინდა მუშაობა. მე დასხდებიან ერთად და მოილაპარაკებენ, რანაირი სპექტაკლი უნდათ რომ დადგან. შემდეგ რეჟისორს თავისი იდეა აქვს, მხატვარი თავისას თავაზობს, რაღაც შეთანხმდებიან მერე. შემდეგ იწყება უკვე ამის ჯერ ჩანახატების დონეზე, შემდეგ უკვე ფერებში. მერე იწყება უკვე ამის შესრულება. შეკერვა, დეკორაციების გაკეთება უკვე. მიახლოებით რამდენი ხანი სჭირდება ამ ყველაფერს? იდეალურ შემთხვევაში 2 თვე ალბათ ესე სჭირდება ყველაფერს. გააჩნია სპექტაკლს, ხა ზოგჯერ ძალიან მარტივი დეკორაცია და ვთქვათ, პრინციპში რაც არ უნდა მინიმალი ცოტა მსახიობი თამაშობდეს, სამუშაო დრო მაინც სჭირდება, ხა 1 თვე მინიმუმ მაინც უნდა. და აი გქონიათ ისეთ სპექტაკლთან რაღაც შეხება, რომელთანაც აი რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ. ყველა სპექტაკლი დასამახსოვრებელია მეტნაკლებად, ყველგან რაღაცა სირთულე არის და ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. ჩვენ გვაქვს ნანახი, ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი და ძალიან კარგად არის მოხატული, ძალიან ყველაფერი მრავალფეროვანია და აი ამ სპექტაკლთან დაკავშირებით რომ მოგვიყვეთ, როგორ ქმნიდით აი ამ ყველაფერს? ძალიან გამიხარდა თუ მოგწონთ ეს სპექტაკლი, უკვე დიდი ხანია გადის და ძალიან უყვარს მაყურებელს.
ნავით როგორ ქმნიდით და ძალიან ხალისით, სიცილკისკისით ჩატარდა შეიძლება ითქვას მთელი სამუშაო პროცესი. ძალიან მხიარულად. დიახ, ჩვენ კიდევ ის გვიზიდავს და გვაუცებს, როგორ აცოცხლებენ თითოეულ კოსტიუმს მსახიობები. თითოეულ საოცრად თამაშობენ მართლამდე. როდესაც დავიწყეთ მუშაობა ამ სპექტაკლზე, ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ჩვენი მსახიობები ძალიან უნდა შეგვეცვალა და ფაქტურად არ უნდა გვანებოდნენ თავის თავს. მართლაც ესე მოხდა. ხა ვინც არ იცის, თქვა შეიძლება უცბად ვერ იცნოს, ვერც ნინელი ჭანკვეტაძე და ვერც გოგა პიპინაშვილი, ხო ესეა? არაჩვეულებრივი გრიმი აქვთ. დიახ და აი ჩაცმულობას რაც შეეხება, აი კოსტუმებზე რომ მკითხეთ აი სპექტაკლის შესრულება როგორ ხდება ამ კოსტუმის. აი ტანი, თქვათ, ტალშინკა, ქართულად არ ვიცი ამას რა, გამასუქებელი დეტალები შეიძლება ასე ვთქვათ, რომელიც ემატება იქ რაღაცა ფორმები, მსახიობს და უფრო სასაცილო შეიძლება გახდეს მოცულობითი მისი ტანი. ოსეფას დაუმატეთ კიდევ ასაკი არ ქონდა მაშინ გოგა იყო ძალიან ახალგაზრდა და უნდა დაგვებერებინა და აი ცოტა მოხუცი რო ყოფილიყო უკან ქეჩო დაუმატეთ მაგალითად ცოტა მოხრილი რო გამოჩენილიყო და აი ამ პროცესში თვითონ ეს მსახიობები იღებენ მონაწილეობას. რასაკვირველია, კი თვითონაც იცით რა არის კოსტუმს ესკის მოყვებიან, მაგრამ თვითონაც ჩართულები არიან და სხვა შორს აი გოგა პიპინაშვილის გრიმი იყო სხვანაირი თავიდან. ეს რაც არის, ეს მისი დამსახურებაა, ასე ვთქვათ, მოსინჯა რამდენიმე და აი მე მგონი საუკეთესო დაიტოვა ბოლოს. ეს ასია, თუ კი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასია, აქვე ვახსენოთ მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე თქვენი მოხატულია ეს დეკორაციები და ამ სპექტაკლზეც რომ გვესაუბროთ. დიახ, ესეც ჩემი გაფორმებული სპექტაკლია. აქაც თქვენი პედაგოგი თამაშობს გოგა პიპინაშვილი. არ ვიცი, ეს იცით რა არის? პირველი სპექტაკლი იყო ჩემი, ჯერ დაიხოცნენ მე რეიქორწინეს თუმანიშვილის თეატრის სცენაზე. და რაღაცნაირად ვერ გრძნობდი თავიდან ამ სცენას. უბრალოდ პირველი მცდელობა იყო ჩემი ამ სცენაზე დეკორაციის გაკეთებისა და უკვე როდესაც ეს არის მე რამდენი უკვე აღარც მახსოვს ეს ასია. და უკვე სხვანაირი ის მქონდა, იცით, დეკორაციის შექმნაში, უფრო თავისუფალი ვიყავი რაღაცნაირად, უფრო თითქოს გძნობ უკვე იმ სცენას. რაღაც სხვანაირად ვიცნობ. თქვენ ასევე მუშაობთ ბავშვებისთვის შექმნილ სპექტაკლებზე. რა განსხვავებაა? და თქვათ სირთულეშიც თუ არის განსხვავება? არა, სირთულე არა, ერთნაირი პასუხისმგებლობა არის. როგორც საუფროსო, ისე საბავშვო სპექტაკლებზე. თუმცა, აი მოზარდ მაყურებელთა თეატრში არა მარტო საბავშვო სპექტაკლები იდგმება, იქ არის უფრო მაღალი ასაკის, უფროსი ასაკის მაყურებლისთვისაც. იცით, რაც შეეხება საბავშვო სპექტაკლს, უფრო თვალსაჩინო უნდა იყოს რაღაცნაირად ეს დეკორაცია, იმიტომ რომ პატარა ბავშვი მოდის. და რაღაცა უფრო უნდა დაინტერესო, დაიჭირო ეს ბავშვი, იმიტომ რომ უჭირს ბავშვს გაჩერება, ეხლა როგორია, მოდის სვავს კამზე და არ უნდა იხმაუროს, არ უნდა შეუშალოს ხელი მსახიობს და თან უნდა დაინტერესდეს. და თვალმოუშორებლად უნდა უყუროს, ამიტომ ძალიან მხატვრული უნდა იყოს და ძალიან ფერადი ჩემი აზრით. სპექტაკლიც ძალიან საინტერესო უნდა იყოს და კარგი მსახიობებიც უნდა თამაშობდნენ კარგად. და კარგი დეკორაციაც უნდა იყოს. იმიტომ რომ იმდენი ცდუნებაა გარშემო, რომ უბრალოდ არ გაჩერდება ბავშვი იქ. ხო მე თანხმობ ესეა, ხო. ტელევიზორს გადართავ, თქვათ, მაგრამ სპექტაკლს რო უყურებ, შეიძლება იხმაუროს ან უბრალოდ დედას უთხრას და გავიდეს. უფრო უნდა მიიზიდოს აი გარემო. რა თქმა უნდა, და ძალიან დიდ როლს თამაშობს. ძალიან მნიშვნელოვანია, კი. ახლა გქონდა სპექტაკლი ჭინჭრაკა და 5+, ანუ 5 წლიდან ასაკზეა გათვლილი. მაგრამ უფრო პატარა ბავშვებიც მოიყვანეს და სხვა შორის გაჩერდნენ ბავშვები, აი დაინტერესათ და გაჩერდნენ. რაღაცა ისეთი სპექტაკლია დინამიური და სასაცილო და რაღაცა. ვფიქრობ აი ზღაპრულ სამყაროს უქმნით ბავშვებს. ანუ საბავშვო სპექტაკლს უფრო სხვა მიდგომა სჭირდება. აუცილებლად, იმიტომ რომ მიზანი არის ის, რომ ბავშვი აყვარო თეატრი და უკვე რო გაიზრდება, რაღაცნაირი ხიდია საბავშვო თეატრიდან, მე თეატრს უკვე კარგი მაყურებელი ეყოლება, ან კარგი მსახიობი, თვითონ შეიძლება დაინტერესდეს ისე, რომ თეატრში მოუნდეს მუშაობა.
ვისაუბრეთ თქვენ შემოქმედებაზე, განვიხილეთ ორი არაჩვეულებრივი სპექტაკლი, რომლის მხატვარის თქვენ ბრძანდებით და აი მაინც რა ადგილი უკავია თეატრს. იცით რა, მე ძალიან მიყვარს თეატრი. მე თეატრის გარდა იცით თქვენ რომ აი წიგნის ილუსტრაციებს ვაკეთებ, ფერწერაში ვმუშაობ და ასე შემდეგ, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე თქვა და ილუსტრაციას რო ვაკეთებდი წიგნის აი რა კარგია ვიძახდი, არავინ არ მეკამათება, ეხლა ამ კოსტუმს ჩავიცმევ და ეს ასე მინდა და ეს ასეთი დამიხატე, რასაც მინდა, იმას იცმევენ ეს ჩემი დახატული პერსონაჟი ილუსტრაციაში თქოდა. მაგრამ მიუხედავად თეატრში არის ძალიან ბევრი სირთულე. თუნდაც აი ტექნიკური როგორ შესრულდება ეს დეკორაცია, ყველაფერს უნდა მე მიდევნა ამ ხელოსნებთან ურთიერთობა, რომ რაღაც ისე კარგად შეკერონ, ისე კარგად თქვა შექმნან. მიუხედავად ამისა, მე რავი ძალიან მიყვარს. ყველა ახალი შეთავაზება სპექტაკლის გაფორმების ძალიან მახარებს. არის რაღაცა მომენტები, როცა ვთქვათ ძალიან ვიღლები, მაგრამ აი როცა გიყვარს შენი საქმე, დაღლა სხვა არ გზნობ ესეა და აი თქვენ ხა მომავალ პროფესიაში ამითი მიხვდებით, რომელია თქვენი პროფესია, თუ ღლის და რაღაცნაირად აი თუ ვერ გზნობ ისე გადის დრო, ესე შენია. პირველი ჩემი სპექტაკლი გავაფორმე, ვიყავი სტუდენტი და იყო საბავშვო თეატრის სპექტაკლი. დამხვდნენ ძალიან კარგი ბავშვები, ძალიან კარგი რეჟისორები, ისინიც მგონი სტუდენტები იყვნენ, თუ ახალი დამთავრებული ჰქონდათ. და რაღაც ძალიან მეგობრული გარემო იყო. შემდეგი სპექტაკლი იყო მარჯანიშვილის თეატრში, კოსტუმები გამაფორმებინეს და იქაც მე ვიყავი სტუდენტი და ისინი იყვნენ უკვე უფროსები და მსახიობები და რაღაც ძალიან თბილად შემხვდნენ. თუმანიშვილის თეატრში პირდაპირ მოვხვდი ჩემ მეგობრებში და სირთულე არის ხოლმე უფრო ტექნიკური. როდესაც აი ხანდახან თავიდან ფინანსური სირთულეებიც იყო, ეხლა შედარება არ არის იმდენად გამოსწორდა და უფრო ტექნიკური სირთულეა ხოლმე როგორ შევასრულო თქვათ ეს რომ კარგი გამოვიდეს თან. და კიდე ერთი პირობა ხოლმე რომ იყოს ძალიან მსუბუქი და ადვილად როგორ გითხრათ ზოგიერთ საგასტროლოთაც ხომ უნდა გაითვალისწინო რომ სპექტაკლი ადვილად წაიღო სხვა სცენაზეც რაღაცნაირად მოერგოს. ეს არის ძირითადი სირთულეები. ახლა აი რას ურჩევდით ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ხატვა უყვართ ძალიან? იცით რას ურჩევდი? ხატონ სხვადასხვა მასალაში. საღებავებით, ფანქრით, პასტელებით ხატონ, პასტელებით ძალიან ესეთი გარდამავალი ტონების მიღება შესაძლოა გემოვნებას ძალიან ანვითარებს, აკვარელით, სხვადასხვა მასალით ხატონ, სხვადასხვა მასალაზე. აი ქაღალდზე ხატონ, ტილოზე ხატონ, ტილო ბევრნაირი არსებობს, ხო ესეა ცოტა მსხვილი, ცოტა უფრო წმინდა. თუ ბავშვს გონია რომ ვერ ხატავს, მაგრამ ძალიან უნდა რომ ისწავლოს და განვითარდეს ამ სფეროში, რას ურჩევდით მას? იცით რა არის ტექნიკური ხატვა? და აი რაღაცნა არ არის აუცილებელი რაღაცა დიდი იმით დაიწყოს მიმსგავსებით თქვათ. უბრალოდ რაღაც თქვა წრეები. აი გინდა ხატვა და არ იცი როგორ დახატო. დახატე სხვადასხვა წრეები და გააფერადე სხვადასხვანაირად. ან თვითონ წრეში რაღაცა დავალება მიეცი შენ თავს, რაღაცა გეომეტრიული ფიგურებით შეგიძლია აწყო კომპოზიციები, ან მარტო ლაქებით შეგიძლია დაფარო მთელი თქვათ აი ცივი ლაქები, ცივი გამა, თბილი გამა და ასე შემდეგ. თქვენი გაფორმებული სპექტაკლებიდან რომლის ნახვას გვირჩევთ? ნახე თქვენ უკვე იმ ასაკის აღარ ხართ და 5 წლიდან მიბრძანდნენ ბავშვები და ნახონ ჭინჯრაკა, მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. არ ვიცი, ხა თბილისში გაფორმებული სპექტაკლებიდან ბოლო პერიოდის უფროს თაობას დავპატიჟებდი მაგალითად ეს ასეაზე, პირანდელოზე. კინომსახიობთა თეატრში. ნამდვილად გავისთვალისწინებთ თქვენს რჩევებს ჩვენს და ჩვენი მსმენელიც. მობრძანდით, გელოდებით. უკვე ზაფხული მოვიდა და ეს საუკეთესო დრო ახალი იდეებისთვის. რას ურჩევდით ჩვენს მსმენელებს, როგორ გაატარონ ნარდადეგები უფრო შემოქმედებითად? და ვთქვათ რა მარტივი აქტივობებიც გააკეთონ ბუნებაში, სახლში. დააკვირდნენ ბუნებას. ძალიან ბევრ რამეს ისწავლიან ბუნებიდან. აი მხატვარმა მაგალითად დააკვირდა სფერებს, ნაცი ჰერბარიუმის შეგროვება ეს ცოტა ბანალურად მეჩვენა, მაგრამ ესეც საინტერესოა. რაღაც ულამაზესი ყვავილებია, გააჩნია სად მოგზაურობ, თქვა, ზღვაზე კენჭები. ძალიან ბევრი სილამაზეა გარშემო და
რა ვიცი, ნუ გამოგეპარებათ ეს ყველაფერი. ნინო, უღრმესი მადლობა, რომ დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი იყავით. იმედი მაქვს, ჩვენი მსმენელები დღეიდან უფრო შეიყვარებენ ხატვას. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი იყო მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი და ვისაუბრეთ ფერების ჯადოსნურ სამყაროზე. ჩვენ კი დაგემშვიდობებით. ისევ შევხვდებით ერთმანეთს საჭირო პოდკასტით და ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, რომლებიც გვაინტერესებს ჩვენ და გაინტერესებთ თქვენ. მომავალ შეხვედრამდე.